როდის არის მართლმადიდებლობის ზეიმი? ამ კითხვაზე შეიძლება დღეს ბევრმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა აიჩეჩოს მხრები და გიპასუხოთ, რომ მართლმადიდებლობის ზეიმი ხომ აღდგომა აშობა ან რომელიმე დიდი წმინდანის ხსენება. მე კი შეგახსენებთ და კარგად დაიმახსოვრეთ, რომ მართლმადიდებლობის ზეიმი არის ყოველთვის დიდი მარხვის პირველ კვირას. მოგესალმებით, მე დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი გახლავართ, ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი და ვაგრძელებ საუბრებს დიდ მარხვის შესახებ. ვინც გვისმენდით და გვიყურებდით, გახსოვთ, ჩვენ ვისაუბრეთ 4 მოსამზადებელი კვირის შესახებ და დღეს მინდა გესაუბროთ დიდ მარხვის პირველი კვირის, ანუ მართლმადიდებლობის ზეიმის შესახებ. და ზოგადად შეგახსენებთ, რომ დიდი მარხვა უკვე ერთი კვირაა, რაც დაიწყო. დიდ მარხვის პირველ კვირაში იკითხება ანდრია კრეტელის, ხაზგასმით აღვნიშნავ, ანდრია კრეტელის და არა კრიტელის, კრიტი ეს რუსულად არის, კუნძული კრეტა იყო და ძალიან ბევრი თანამედროვე ქრისტიანი კალკირებს რუსულად, ვიმოწყვილოთ ქართულად, კრეტელი და მისი კანონი იკითხება ხუთშაბათის ჩათვლით და ვინც დაესწრო ტაძარში ღვთისმსახურებას მოისმინა, მოზღვრემა ამოიკითხეს და ვინც ვერ მოისმინა და დრო არ ქონდა და ვერ დაესწრო, სასურველია სახლში წაიკითხონ ეს დიდი კანონი, რასაც ძალიან დიდი შედეგი შეიძლება მოყვეს ჩვენი სულის ხონებისთვის. აქ არის ადამი და ევადან დაწყებული ცნობილი დიდი წმინდანების და დიდი უარყოფითი პიროვნებების ხსენება. სულის ცრემლები, სულის სატყივარი, სულის გოდება, ცოდების მონანიება, თუ როგორ გოდებს ადამიანის სული, როგორ უნდა მიემსგავსოს იგი ჯერ უარყოფით პერსონაჟებს, როგორი ტკივილი გააჩნია მას, როგორ დაშორდა უფალს, როგორი ცოდვილია, როგორ შესწოდა უძღებივით და შემდეგ როგორ გამოსწორდეს და როგორ დაუბრუნდეს ღმერთს. გთხოვთ, ეს ლოცვები აუცილებლად წაიკითხეთ. ასევე მოგეხსენებათ, რომ უკვე ყველიერის სამშაბათის მწყუხრიდან დაიწყო ეფრემ ასურის ლოცვების კითხვა. ამის შესახებ მე ერთ ვიდეო როგორც ცალკე გავაკეთებ კიდევ. შეგახსენებთ, რომ ამ ლოცვის გარეშე მარხვას არანაირი ღირებულება არ ექნება, თუ არ წავიკითხავთ ამ მუხს 16 მეტანით, თუ როგორ სრულდება თქვენ ეს მოგეხსენებათ წერია ლოცვანში. შაბათ კვირის გარდა იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა დილის და საღამოს ლოცვების შემდეგ. პირველი კვირა ცოტა მკაცრია, ვისაც საშუალება გაქვთ, შეგიძლიათ უზეთოდ შეინახოთ, აქავე დავძენ, რომ ეს არის მონასტრული ტიპიკონი და ვისაც შეუძლია რომ დაიცვას, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, შეიძლება 4 შაბათი პარასკევი შევინახოთ უზეთო. ამ დროს კარგია დავეთხოვოთ სამსახურებში და ჩვენს ტაძრებში მივიდეთ და დავესწროთ პირველ შეწირულის ლიტურგიას, რომელიც მხოლოდ დიდ მარხვაში ტარდება შუაკვირაში. ვინც პირველ შეწირულის ლიტურგიას არ დაესწრება, მისთვის შეიძლება მარხვა საერთოდ ისე გავიდეს, რომ ვერც გაიგოს მისი მნიშვნელობა და მისი სარგებლობა. მოგეხსენებათ, რომ ბიზანტიის იმპერიაში ძალიან დიდი მოთხოვნილება იყო ეკლესიურ ცხოვრებაზე, ბევრი მრევლი დადიოდა ეკლესიაში და ის ადამიანები, ვინც სამსახურების გამო კვირას ვერ ესწრებოდა წირვა ლოცვას, მათთვის ანუ მოზღვავებული მრევლის გამო წინასწარ შეწირულის ეპისკვერიდან შედგა გარკვეული ლიტურგია გრიგოლ დიოლოგოსის მიერ, რომის პაპი გახდათ მე-6 საუკუნეში, ვინმე არ დაგკონდეს ახლა რომ თითქოს ჩვენ რომის პაპის დადგენილი ლიტურგიას აღვასრულებთ, მაშინ მართლმადიდებლები იყვნენ, ისინიც ერთნი ვიყავით 1054 წლამდე და კარგია რომ ამ შუაკვირაში, როდესაც მეტანიები კეთდება, როცა შავი შესამოსლით აღესრულება მსახურება, მოხვიდეთ და მიიღოთ ამ ლიტურგიაში მონაწილეობა. ასევე სასურველია იცოდეთ, რომ დიდ მარხვის პირველი შაბათი ყოველთვის არის დიდმოწამე თეოდორე ტირონის ხსენება, როდესაც კოლიო ეკურთხება, ამ წმინდანის სახელთან არის დაკავშირებული შემდეგი ისტორია, როდესაც იულიანე განდგომილმა, საშინელმა მოწინააღმდეგემ ქრისტეს ეკლესიისა, ჩუმად დიდ მარხვის პერიოდში ბაზარში ნაკერპავის სისხლი მოასხა ბაზარში საკვებს. აი ამ დროს გამოეცხადა ეპისკოპოს, ქალაქის ეპისკოპოს გამოეცხადა თეოდორე ტირონი, რომელიც წმინდა გიორგის
ასე თქვათ, სწორი დიდმოწამე გახლავთ, ქრისტესთვის ერთგულად იმარტვილა მან და გამოეცხადა და უთხრა, რომ მან მოხარშეთ კოლიო, იგივე ხორბალი და ეს დაურიგეთო მრევლს და ამ დროს გადარჩა ბევრი მართლმორწმუნე ადამიანი ნაკერპავის მიღებას და აი ყოველთვის როგორც მართლმადიდებლობის ზეიმი გახლავთ პირველი კვირა, ასევე პირველი შაბათი დიდმარხვის გახლავთ თეოდორე ტირონის ხსენების დღე. რაც შეეხება მართლმადიდებლობის ზეიმს, როგორც დავიწყე ჩემი საუბარი, ძალიან ბევრმა ქრისტიანმა არ იცის, რას ნიშნავს მართლმადიდებლობის ზეიმი ეს ტერმინი საერთოდ. ეს არის უკვე მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, მოგეხსენებათ 787 წელს დაადგინდა ხატთაყვანისცემის დოგმატი, სწავლება. მანამდე თითქმის საუკუნე ნახევარი იყო ხატმებრძოლეობა, ანუ პირდაპირ გამოქონდათ აზრებიდან ხატები და შეურაცხყოფას აყენებდნენ, ანადგურებდნენ, წვავდნენ და სპობდნენ. ამ ხატთან დაკავშირებით, აი ამ მოვლენასთან დაკავშირებით არის იგივე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ისტორია, როცა მას უგმირეს ღვთისმშობლის გამოსახულებას უგმირეს შუბი და სისხლი წამოვიდა იქიდან. ეს ხატი ერთ-ერთ ქვრივთან ინახებოდა, მან ასე თქვათ გამოაბრძანა სახლიდან, რომ არ გაენადგურებინათ, მოგეხსენებათ ამ ხატის ისტორია თუ დაიკითხავთ კარგია და შემდგომში როგორ აღმოჩნდა ის ათონის მთაზე ივერთა მონასტერში. აი ამ დროს უკვე მე-8 საუკუნეში დადგინდა ხატის თაყვანისცემის სწავლება. აი რას ნიშნავს ხატის თაყვანისცემა და რატომ ებრძოდნენ ასე გავეშებულები ცრუ ქრისტიანები ხატებს. ეს გამოიწვია ზედმეტმა თაყვანისცემამ, ხატებს ფაქტიურად ძალიან ზედმეტად თაყვანსებდნენ, მას აბარებდნენ აღსარებას, შვილებისთვის ნათლიებად აყენებდნენ ხატებს და ცოტა გადამეტებულ პატივში აყავდათ ხატი. როდესაც გისვავენ კითხვას, რომ ვინ არის გამოსახული ხატზე, მაგალითად იესო ქრისტეს ხატი მოაბრძანეს და გეკითხებია, ვინ არის გამოსახული ხატზე. თუ ეთქვით, რომ აქ არის ღმერთი გამოსახული, იქნება მცდარი პასუხი, იმიტომ რომ ღმერთი არავინსადა იხილა. აქავე ხაზგასმით აღნიშნავ, რომ მამა ღმერთის გამოსახულება, რაც გვაქვს ჩვენ, ყველაზე სრულყოფილი არის რუბლოვის და არის სიმბოლური გამოხატვა. დანარჩენი აი რუსული ხატებია ძირითადად თაწვერებიანი მოხუცებული სულიწმიდა მტრედის სახით და იესო ქრისტე ჩვეულებრივ გამოისახება. ეს ტრადიციული ხატებია და არაკანონიკური. ახლა არ იფიქროთ, რომ ეს ხატი უნდა ჩვენ მოვისურვოთ, შეიძლება გქონდეთ საფში, მაგრამ ვიცოდეთ, რომ ეს არის ტრადიციული ხატი, მაგრამ არ არის კანონიკური. ხატზე გამოსახულია პიროვნება იესო ქრისტე. მარტო ადამიანი და მარტო ღმერთი კი არა, ღმერთ კაცი არის გამოსახული, განკაცებული იესო ქრისტე. და ასევე წმინდანები, ჩვენ საღებავებს და ხის დაფებს არ ვცემთ თაყვანს, ჩვენ პირველ სახეს ვცემთ თაყვანს ხატზე გამოსახულს, რომელიც არის სარკმელი ჩვენთვის ზეცისკენ. ადამიანი ხატის წინ ლოცულობს, მას მსახურებით პატივს არ მიაგებს, მას მიაგებს მასზე გამოსახულ პირველ სახეს, ეს იქნება უფალი, ეს იქნება ანგელოზი თუ რომელიმე წმინდანი და ჩვენ ვიცით, რომ არა ვართ კეფთაყვანისმცემლები. აი მაგალითად, თუცა ადამიანი თავისი შვილის ან მშობლის ფოტოგრაფიას ფოტოს აიღებს, მოგეხსენებათ, რომ მან ის არის ქაღალდი და არის საღებავი, მაგრამ მას იქ გამოსახულ ადამიანს ესაუბრება, ეფერება და იამბორება. ასე რომ ხატ თაყვანისცემა ეს უკვე საეკლესიო მე-7 კრებით არის დადგენილი და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ხატს შესაბამისი პატივი უნდა მივაგოთ და იმ ხატზე გამოსახულ პირველ სახეს ვიამბორებით. არა მარტო ხატების თაყვანისცემის გამო არის ზეიმი, არამედ ყველა ერესი იქნა დაგმობილი ამ კრებაზე და იქნა მოხდა შეჩვენება ყველა მწვალებლობის, ყველა ერესის და ყველა მცდარი აღმსარებლობის. 857 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მეთოდიოსმა ასეთი პარაკლისის მსგავსი მსახურება შექმნა. კვირა მართლმადიდებლობის ზეიმის დღეს, დიდმარხვის პირველ კვირას, ის შუა ტაძარში გამოაბრძანებდა მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატებს და ამ ხატების წინ აღესრულებოდა ლოცვა პარაკლისის მსგავსი, ასე ვთქვათ, განწესგანგებულებით და წარმოსთქვამდა, ფიქრობ 11 თუ 10 ანათემიტი იყო, ანუ ის კითხულობდა, რომ აი შეჩვენებული იყოს ცდარად მორწმუნე ესა და ეს ადამიანი. სამწუხაროდ ეს პრაქტიკა დღეს აღარ არსებობს, მაგრამ თქვენ კარგია რომ იცოდეთ, რომ ეკლესია
შეაჩვენებდა ყველა იმ მცდარ ადამიანს, მცდარად ქადაგებელს, ვინც გარკვეულ შეურაცხყოფას აყენებდა ჭეშმარიტებას. გლარი ფიქრობთ, რომ ჩვენ ვინმე გძულს ანუ წყევლით შეიძლება რომელიმე წმინდა მამასაც გარკვეული მცდარი სწავლება და შეხედულება ჰქონოდა, მაგრამ თუ მამათა კრებული ეკლესიური კრება მას შეაგონებდა, მაგრამ ის აგრძელებდა თავის მწვალებლური აზრების გადაგებას, აი ამ შემთხვევაში ის ანათემას გადაეცემოდა და მოკვეთილი იყო ეკლესიის ერთობიდან. და აი ამიტომაც მე მინდა შეგახსენოთ, ვინც ჩვენ გულისყურით გვიყურებდით და გვისმენდით, თუ მარხვის დაწყების წინ ყველა უარყოფითი პერსონაჟის ხსენება იყო და საშინელი სამჟაროს ხსენება იყო, ცოტა სული შემზრელი სწავლებები იყო გადმოცემული, ჩამაფიქრებელი და შემეცნებითი, აი დღეს უკვე რაღაც ნუგეშის, გარკვეული ნუგეშის და სიძლიერის დამშვიდების მიზნით უკვე ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს დღესაც სწავლობს, როგორც მოგახსენეთ, რაც არის ყველა ერესის დამხობის დღე. ეს მოგახსენებათ ისლამის გავრცელების პერიოდია, საშინელი პერიოდია და აი ამ დროს დიდი ახვანებით, დიდი ამხსარებლობით, ლოცვებით და მარხვებით გაიმარჯვა ჭეშმარიტებამ. და ამიტომაც დღეს ყველა თანამედროვე ქრისტიანმა ლოცვით, მარხვით, მეტანიებით უნდა ეს ყველაფერი გაიხსენოს. უნდა ახსოვდეს მას, რომ მართლმადიდებლობა არის ერთადერთი ჭეშმარიტება, ეს არის მაცხოვნებელი ამხსარებლობა და ჩვენ ვერავინ და ვერაფერი ვერ შეგვაცვლევინებს ამ აზრს. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო აი ამ ამხსარებლობით მოვიდა დღემდე და ამ ამხსარებლობის დაცვით და ერთგულებით თქვენ მოგეხსენებათ, რომ არასდროს მივდრეკილო ვართ მარცხნივ და მარჯვნივ და ჩვენი ერი ყოველთვის იყო ერთგული მართლმადიდებლობის და ჩვენს დღეს თანამედროვე მართლმადიდებელმა მოზღვრებმა, ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა უნდა მტკიცეთ, დავიცვათ ეს ამხსარებლობა, რომელი ამხსარებლობის გარეშეც ჩვენი ერი ვერ გადარჩება, ჩვენ ვერ ცხონდებით და ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერი ადამიანები. ამ ყველაფერს სჭირდება გააზრება, ამ ყველაფერს სჭირდება გაანალიზება, დაცვა, შემეცნება. ბევრი უნდა ვიკითხოთ, ბევრი უნდა მოვისმინოთ, ბევრი უნდა ვილოცოთ და გთხოვთ, რომ მარხვაში გამოვნახოთ ამისთვის დრო. ჩვენ არ ვკითხულობთ სახარებას. კარგი იქნება თუ დავიწყებთ ძველი აღთქმის 5 წიგნეულის, მოსეს 5 წიგნეულის კითხვას, ახალ აღთქმაში სახარებებს წავიკითხავთ იოანე სინელს, კლემაქს, ამბა დოროთეს წავიკითხავთ. ძალიან საინტერესოა ნეტარი ავგუსტინეს აღსარება, გამოცემულია წიგნის სახით და საეკლესიო კალენდარში დაიბეჭდა და აი ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ ჩვენი სული დამშვიდდება, ჩვენი გონება გაიხსნება, ჩვენ ვიქნებით უფრო მშვიდები, უფრო სულიერები და უფრო უკეთესები, ვიდრე მარხვის დამწყებამდე ვიყავით. მარხვაში მცირე საკვები უნდა მივიღოთ. შეიძლება ადამიანმა სამარხო საკვები იმდენი მიიღოს, რომ დამზიმდეს და უფრო მეტად არ მიიღოს სარგებელი, ვიდრე სამხსნილო საკვებისგან იღებდა. მარხვაში ნაკლები თანხა უნდა გადავიხადოთ პროდუქტებზე. თუ ჩვენ მარხვაში უფრო მეტ თანხას ვიხდით სამარხო საკვებში, ვიდრე ხსნილში, ვიხდით ეს ჩათვალეთ, რომ არ იქნება მარხვა. თუ ქალბატონები სამზარეულოში მეტ დროს გაატარებენ სამზარეულოში კერძების მომზადების ვიდრე ხსნილში აკეთებდნენ, ისინი არ იქნებიან მარხვაზე. თუ ჩვენ მარხვაში სიკეთეს არ გავაკეთებთ, თუ არ დავეხმარებით გაჭირვებულებს და თუ იმ თანხას, რომელსაც ჩვენ საკვებში ვზოგავთ, არ გავცემთ მოწყალების სახით და თუ არ დავეხმარებით გაჭირვებულებს, ჩვენ არ ვიქნებით მარხვაზე. ილოცეთ, მეტანიები გააკეთეთ, იარეთ ეკლესიაში, არ გეწყინოთ, პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენი თავი კულტურული ხალხი გონია, მაგრამ ქართველებს თანამედროვე რეალობაში არ გაგვაჩნია მოძღვართან და ექიმთან მისვლის კულტურა. სანამ ძალიან არ გაგვიჭირდა ფიზიკურად არ მივდივართ ექიმთან, სანამ ძალიან ბევრ ცოდვებში არ ჩავეფლობით, მანამდე არ მივდივართ მოძღვართან. როცა უკვე ძალიან გვიან არის, მაშინ მივდივართ ექიმთან და მაშინ მივდივართ მოძღვრებთან. სანამ ადრეა, გთხოვთ, მოდით ეკლესიაში, შეინანეთ, შეუნდეთ, თუ ვინმეს გამოგჩათ, ვერ ითხოვეთ შენდობა, აუცილებლად ითხოვეთ შენდობა, აუცილებლად გაინთავისუფლეთ გული და გონება წყენისგან, მრისხანებისგან, გარკვეული ბოღმისგან და გააგრძელეთ მარხვა.
მარხვა სინანულისა, აღდგომა სიხარულისა. ღმერთმა დაგლოცოთ, მინდა თქვენი კომენტარები მოვისმინო, პოსტების სახით ან პირადში და მე ყველა თქვენ შეკითხვას პასუხს გავცემთ. უფალმა დაგლოცოთ, ჩვენთან არის ღმერთი.